რაც უფრო სასტიკია რეჟიმი, რაც უფრო მეტად არის შეზღუდული თავისუფლება, ბუნებრივია, როდესაც აი ეს კრიტიკულ მასას აღწევს, ხო, აი ეს დაგროვილი, ესე რომ ვთქვათ, თავისუფლების ენერგია, მით უფრო სასტიკი ფორმით მიმდინარეობს ეს დაპირისპირება და ჩვენ ამას უყურებთ, ამის სამწუხარო მოწმეები გავხდით. დღევანდელ ირანში, ეხლა დიდ სურათს რო შევხედოთ, დიდ სურათში ფაქტობრივად მესამე მსოფლიო ომი მიმდინარეობს, ხო? და ეს მესამე მსოფლიო ომი არ ატარებს არც ტერიტორიულ ხასიათს, რაც დამახასიათებელი იყო წინა საუკუნეებში, არც ეკონომიკურს და ამაზე აპელირებს ძალიან ბევრი, მათ შორის საქართველოშიც, რომ აი თითქოს ნავთობისთვის იბრძვის შეერთებული შტატები და ასე შემდეგ, არამედ ატარებს მსოფლმხედველობრივ ფუნდამენტურ ხასიათს ატარებს ეს ყველაფერი და ბრძოლა მიდის თავისუფლებისთვის და კეთილდღეობისთვის, ხო? ეს ორი ძირითადი ფასეულობაა საერთოდ ნებისმიერი ადამიანისთვის ცხოვრებაში და როდესაც არა აქვს არც ერთი, ხო? ბუნებრივია, აი ეს, ესე რომ ვთქვათ, აი ამ ძიმე ფორმით გამოიხატება და დღეს აი ირანშიც ამ პროცესს ვაკვირდებით, ხო? რას ელოდება ტრამპი იმ ფონზე, როდესაც ძალიან ასე ვთქვათ, შემაშფოთებელი ინფორმაციები ვრცელდება სხვადასხვა წყაროების საშუალებით, რომ აი $8,000 ითხოვენ თურმე ოჯახის წევრებისგან იმისათვის, რომ ცხედრები გადასცენ მათი ახლობლების, რომ საავადმყოფოში შემვარდნენ რაღაცა გუშაქთა სამართალდამცავები და იქ სისასტიკე რეჟიმებისთვის დამახასიათებელია, ხო, იმიტომ რომ ძალაუფლებისთვის ყველა მეთოდით იბრძვის, რაც დაჭირდება ხელისუფალ სამწუხაროდ ავტორიტარული რეჟიმები ესე იქცევიან, მათ შორის ისვრიან და მზად არიან ძალიან დიდი მსხვერპლისთვის, ხო? საბედნიეროდ საქართველოში აქამდე არ მისულა საქმე, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ავტორიტარული რეჟიმის მთავარი ფასეულობა არის ძალაუფლება, აქედან გამომდინარე, თუ დაჭირდა ნებისმიერი რეჟიმი საბოლოო ჯამში მზად არის, რომ ესე რომ ვთქვათ, მსხვერპლზე წავიდეს, ხო, ანუ ასე რომ ირანში ჩვენ ამას უყურებთ, რაც შეეხება რას ელოდება შეერთებული შტატები, არაფერს არ ელოდებიან, მე ვფიქრობ, იქ ყველაფერი გადაწყვეტილია, ხო, ეხლა ჩვენ ტრამპის რიტორიკას უსმენთ და მას ფაქტობრივად უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვს უკვე რამე ნაბიჯები, კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგას, ეს იქნება მისი მხრიდან ძალიან სერიოზული სისუსტის გამოვლინება. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში, შეიძლება ითქვას უახლოეს საათებში, შეერთებული შტატებისგან იქნება, ესე რომ ვთქვათ, უпроსტოდ შეერთებული შტატები გადავა ალბათ უკვე მოქმედებებზე. რა ტიპის მოქმედებებზე ამასთან დაკავშირებითაც არის შეკითხვები, სხვა შორის ბოლო ინფორმაცია იყო, რომ ამერიკის ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე გამოცხადებულია მზადყოფნა, ეს რა თქმა უნდა არის დაუზუსტებელი ინფორმაცია, თუმცა თუ კი რაიმეს მოლოდინი არსებობს სწორედ ესეთი წერტილოვანი ზუსტი საჰაერო დარტყმების ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. ნუ ბუნებრივია, ხო, ესე იქნება, ეხლა ეს არ იქნება ტოტალური ომი. ტოტალური ომი ამის არც ლოგისტიკური მომზადება არ ჩატარებულა და არაფერი, ეს იქნება წერტილოვანი დარტყმები, ნუ რამდენადაც ინფორმაცია ვრცელდება 50-მდე სამიზნეა შერჩეული ირანში და ალბათ აი ეს იქნება დაუშვათ იგივე აი ამ სადამსჯელო რაზმების ასე რომ ვთქვათ ცენტრები, თუ ეს იქნება იგივე ატომური ის რა ქვია იარაღის ატომური სადგურების ატომური ენერგეტიკის ობიექტები და ნუ ალბათ ამით დაიწყება ყველაფერი. ეხლა რა გაგრძელება ექნება ამას ძნელი სათქმელია. მე ვფიქრობ, რომ შეერთებული შტატები კი დაიწყებს, მაგრამ ალბათ კოალიციური შეტევა განხორციელდება, ხო, ამაში მე ვფიქრობ, რომ ევროპული ძალებიც, ბრიტანული ძალებიც ჩაერთვებიან, ნუ ისრაელი თავისთავად და ნუ იმედია, რომ ეს ყველაფერი ძალიან შორს არ წავა, მაგრამ თავისთავად ის, რომ მესამე მსოფლიო ომია, ეს ტექნოლოგიური ომი
შეიძლება ითქვას პროქსი ომები, ხო, არა პირდაპირი დატაკებით, არამედ ესე რომ ვთქვათ, მესამე ტერიტორიებზე ესეთი ფორმით აქტიურ ფაზაშია შესული, ჩვენ ეს ვიხილეთ ვენესუელაში, ეხლა უყურებთ და დავინახავთ უფრო სწორედ უახლოეს პერიოდში ირანში, ანუ მიდის ბოროტების ღერძზე სერიოზული შეტევა და ბოროტების ღერძი მოგეხსენებათ რუსეთი ავანგარდში ამ ბოროტების ღერძზე და ეხლა რუსეთთან შუბლებით დატაკებას ფაქტობრივად თავისუფალი ცივილიზებული სამყარო რა თქმა უნდა არჩევს იმას, რომ მის ირგვლივ მიწა დაწვას და ვენესუელა და ირანი მოგეხსენებათ რუსეთის მთავარი პარტნიორები არიან. ნუ ამის გარდა ჩვენ ხედავთ, რომ ტანკერებს აპატიმრებენ და ამ შემდეგ იმისაც რომ რესურსებიდან გამოიფიტოს რუსეთი საბოლოო ჯამში და უფრო დამყოლი გახდეს, ესე რომ ვთქვათ, დამყოლი გახდეს აი ამ სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. ჩვენ პარალელურად უყურებთ რუსი პროპაგანდისტების ისტერიკას, ალბათ ნახავდით დღეს იყო მათი მთავარი იდეოლოგის დუგინის განცხადებები, რომელიც საუბრობს იმაზე, რომ საქართველოს, სომხეთს და აზერბაიჯანს არავითარი სუვერენიტეტი არ უნდა ჰქონდეთ და ისინი უნდა გახდნენ რუსეთის განუყოფელი ნაწილები, იმიტომ რომ ნებისმიერ სხვა შემთხვევაში ისინი აღმოჩნდებიან მოწინააღმდეგე ბანაკში და ამიტომ საქართველოს და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სუვერენიტეტზე ლაპარაკი უნდა დამთავრდეს.